მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად ბრძანდება ზღვისუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მადლობა მამაო მოგზაურობისთვის. მადლობა. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება და შევეხებით ლოცვას და მრავლისმეტყველებას, უკმეტყველებას შეიძლება ასე ითქვას. ლოცვა იმდენად დიდი თემა არის და შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ფაქტობრივად ლოცვა არსებობს და უმთავრესი რამ არის ღმერთთან უზენაესთან დამაკავშირებელი, მას შემდეგ რაც კაცობრიობა შეიქმნა. ამ ლოცვას იმხელა ისტორია აქვს, რაც ადამიანი არსებობს. ძველსა და ახალ აღთქმაში ჩვენ რელიგიაში გვაქვს ღვთივგამოცხადებული ცოდნა და ლოცვაც დამყარებულია იმპერიაზე, გამოცდილების ცოდნაზე, ღმერთთან კავშირის დამყარებას და ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლი, ასე ვთქვათ. არა მხოლოდ ლოცვა სხვადასხვა სახის არის, თხოვნითი, მავედრებელი, ასე ვთქვათ, თხოვნითი, სადიდებელი, უფლის და ასე შემდეგ, მაგრამ თავისთავად შეიძლება თხოვნა ადამიანის ცხოვრებაში არ უსრულდებოდეს, ანუ ეს თხოვნითი არ იყოს მხოლოდ, მაგრამ თავად ლოცვა უკვე ლოცვითი მდგომარეობა არის უკვე მადლი და ღმერთთან მიახლების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება. ანუ ლოცვის უმთავრესი მიზანი არის მხოლოდ არა თხოვნის აღსრულება, ეს პირველ ეტაპზე შეიძლება ასე ითქვას და მხოლოდ ამ ქვეყნიური თხოვნები, ასე ვთქვათ, საჭიროებისა, არამედ ლოცვის უმთავრესი მიზანი არის თავად ლოცვა. ანუ უფალთან კავშირი და განხრთობა. ანუ ლოცვა და განხრთობა ეს მდგომარეობის მიღწევა ფაქტობრივად ამის შესახებაც ვისაუბრებთ შეუძლებელი ლოცვის გარეშე. ყველა რელიგიაში, ანუ რელიგიურ ფილოსოფიებშიც ასე ვთქვათ, არის საუბარი ღმერთზე, ანუ ერთ ტრანსცენდ შემოქმედზე, ეს იქნება ელინური ფილოსოფია თუ ანუ ძველ ფილოსოფიებს ვლაპარაკობ, ანუ საუბრობ თუ ეს იქნება აღმოსავლური, მაგალითად დაოიზმშიც არის, რომ ლაუძი გადმოცემის თანახმად, როგორც მის ტექსტებში აღწერილი, საუბრობს უზენაეს შემოქმედზე, არსებაზე, რომელიცაც ამბობს, რომ არსებათაგან, ანუ შეხებათ არაფერი ის არ არის, ანუ ესეთ ძალიან გავს აპოფატურ ღვთისმეტყველებას, ანუ რელიგიები არა, უფრო მეტად რელიგიური ფილოსოფიები საუბრობენ ღმერთზე. უფრო მარტივ რელიგიებშიც, ანუ წარმართულ რელიგიებშიც ყველგან არის ფაქტობრივად ლოცვა, თუმცა რელიგიურ ფილოსოფიებში ლოცვა არ არის. და რელიგიებში, მათ შორის განსაკუთრებით ქრისტიანობაში, უმთავრესი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი არის ლოცვა, ანუ ღმერთთან კავშირის დამყარება, ღმერთთან საუბარი. არსებობს ისეთი რელიგიები, სადაც ასევე ლოცულობენ, მაგალითად წარმართული რელიგიები, კერთაყვანისმცემლობა და სხვა. თუმცა მიზანი, ანუ ის მიმართაც ლოცულობენ ხანდახან ადამიანის გონების შედეგია, ხანდახან როგორც დავით მეფსალმონი ამბობს, ყოველნი ღმერთნი წარმართანი ეშმაკარიან და ასე შემდეგ. ამიტომ ქრისტიანული ლოცვა ემყარება, ასე ვთქვათ, იმპერიას, ანუ გამოცდილებას და ეს არის გზა განხრთობის. ძალიან დიდი ისტორია აქვს ლოცვას, როგორც ვახსენეთ, კაცობრიობის შექმნიდან, ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც ლოცულობდა ადამიანი და განიცდიდა იმას ღმერთთან, ანუ გამოცხადებითი ცოდნა ლოცვის მეშვეობით ადამიანს ეძლეოდა. ამიტომ არის ჩვენი რელიგიას, როცა ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი, რადგან ღვთივგამოცხადებული, ეს არის რაციონალური გონების შედეგი და ნაყოფი თვითონ მოსე წინასწარმეტყველიც, როგორც გრიგოლ ნოსელი წერს, განიცდიდა იმ განხრთობის მდგომარეობას, როდესაც ადიოდა ლოცვის მდგომარეობას, როდესაც ადიოდა სინას მთაზე. და მან გამოცხადებითად იხილა ღმერთი და მისგან მიიღო ცოდნა. ანუ შეუძლებელია ლოცვის გარეშე ადამიანი მივიდეს განხრთობის მდგომარეობამდე. ამიტომ მოდით აი ლოცვის ისტორიის, ლოცვის სახეების შესახებ ვისაუბროთ პირველ ნაწილში, ესე ვთქვათ, გადაცემის. რა თქმა უნდა, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და იმთავითვე ჩადო ეს მარადიული ერთობის ნიშანი ადამიანში. და თავდაპირველად ეს უნათლესად იყო წარმოჩენილი, სანამ სამოთხეში იყვნენ, დაუსიანებელნი იყვნენ შინაგანად, მათი ბუნება ჩვენი პიროვნება. ისინი გიებდნენ პირდაპირ კავშირში უფალთან, შინაგანად არ განეშორებოდნენ, მაგრამ როგორც კი მოხდა ეს ჩვენი ურჩობა, ბევრი ფაქტორი ჰქონდა ბუნებრივი ამას, მაგრამ მოხდა ფაქტი ეს არის და ცოდვა ჩავიდინეთ, დაირღვა კავშირი ჩვენსა და ღმერთს შორის, ამის შემდგომ ჩვენ სინანულის გამოცდილებაც არ ჰქონდა, განსხვავებით დღევანდელი მოცემულობისგან და ამ ყველაფერმა გამოიწვია ერთგვარი ხიდის ჩატეხვა ჩვენსა და ღმერთს შორის და იქიდან მოყოლებული უკვე, რა თქმა უნდა, უმთავრესი გახდა სწორედ ამ ხიდის აღდგენისთვის ლოცვა, რადგანაც სწორედ აი ამ დროს ჩვენ ვტოვებთ მწუთის სოფელს, ყოველივე მწუთის სოფლის საზრუნავს და ჩვენს გონებასა და გულში, გონებიდან და გულიდან ხდება კავშირის დამყარება ღმერთთან და პირველი ჩვენი ამ შექმნილობის უკაფიოსა წარმოჩენა, რომ ადამიანი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ ღმერთთან კონდეს მარადიული ერთობა. მაგრამ რა თქმა უნდა, დღეს ისე არის ადამიანის ცხოვრება მოწყობილი წინა საუკუნეებში და წინა ასე ვთქვათ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად იყო კაფანტულობა, მაგრამ დღეს ისე როგორც არასდროს გვეფთვის კაფანტულობა, ადამიანის თანამედროვე ადამიანის გონება არის ახსავსე
უამრავი წარმოსახვით ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება ფაქტიურად დღევანდელი ტექნოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე და ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე ადამიანისთვის და ქრისტიანისთვის რა თქმა უნდა იქცა სწორედ ამ კაფანტულობის მოშორება რომ ჩვენი უპირველესი და ყველაზე დიდი ბედნიერების სიხარულის და წარმატების მომცემი რაც არის ყველანაირად ზოგადად ადამიანის ცხოვრებისთვის ლოცვა რომ ლოცვა აღვავლინოთ ამიტომ უნებრივია ჩვენ უნდა ვისაუბროთ და შევაჯამოთ უნდა ეს ემპირიული ცოდნაც მინდა ეკლესიის გამოცდილება უნდა ვიღოთ მაგრამ უნდა თქვათ თავარი რომ დღეს კიდევ სხვა გამოწვევის წინაშე დადგა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი თუ როგორ უნდა ვილოცოთ იმიტომ რომ ახსარებაში ძალიან ხშირად ამბობენ იმას რომ მამა ვერ ვლოცულობ მიჭირს ლოცვა რა თქმა უნდა ეს უკვე რაღაც გარკვეული რეალური ხედვა არის ჩვენი დაცემული ბუნების რომ მართლაც რთულია და გვიჭირს ლოცვა ეს ესეც უნდა იყოს წმინდა მამები ამბობენ იმას რომ ნებისმიერ სათნოებას რომელშიც ადამიანი ხელს შეყობს თქვათ აი გინდა რომ მოწყალე გახდე ხო გახდები მოწყალე და მე ამას ეს ავტომატურად აღასრულებ შენ უკვე გადალახე რაღაც ანგარების მდგომარეობა და შენ გიხარია მოწყალებას იღებ იგივე მიტევებაზე რომ სხვას მიუტევო იგივე ფიზიკურ შრომაზე ხო რაღაც გამოიმუშავებ უნარს რომ ფიზიკურად იშრომო და ფიზიკური შრომის შედეგად გარკვეულ კეთილშობილებას და ასე მორჩილებას და თანმდებლობას აღწევ მაგრამ რაც შეეხება ლოცვას აი ბოლო აღმოფშვინვამდე, აი ბოლო ამოსუნთქვამდე ესე იგი გვებწვის ჩვენი სხეული, რომელიც ხშირად არ არის შესაბამისი ლოცვასთან, გვებწვის დაცემული ბუნება და გვებწვის აი ეს რაც ჩვენ თქვით, ეს წარმოსახვები, ფიქრები, აზრები და აი ეს ეკლები, როგორც ახარებაში არის თქვენ ხოლმე ნაყოფის გამოღებას, ეს ეკლები, რომელიც არის ეს წუთის სოფლის საქმეები და ვერ ვახერხებთ აქედან გამოსვლას და გვეხობება ლოცვაში. აი შეიძლება ესე სათითაოდ თითოეულს შევეხოთ, მაგალითად სხეული როგორ გვებწვის ჩვენ ლოცვის აღსრულებაში და იმაში რომ წმინდად ვილოცოთ. ზოგადად ლოცვა ყოველთვის კარგი არის, ყოველთვის შეიწირება ღვთისგან და რა თქმა უნდა ესეც უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენ ცნება გვაქვს მოცემული რომ ყოველთვის ვილოცოთ, მაგრამ აი როგორც კი ადამიანი თქვათ სხეულის მხრიდან ზედმეტი თქვათ ჭამას მაიქნება, დალევა იქნება, თუნდაც ის ძილი იქნება კომფორტული ცხოვრება უფრო ზედმეტად და სწრაფო აკეთგენ, გარკვეულწილად ეს აფერხებს ადამიანში ლოცვას, როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, ხომ? თუ კი შინაგანი, გარეგანი კაციო ჩვენი განიხსნებაო, შინაგანი განახლდებაო. ამიტომ უნდა მივიღოთ ეკლესიისგან სწავლებები, როგორც წამალი, რომელიც უკავშირდება მარხვას, გარკვეულ ასკეზას, ადრეადგომას, მეტანიების კეთებასაც შიგადაშიგ ჩვენი ძალისამებრ რადგანაც ეს ყველაფერი სხეულის გარკვეულწილად ფორმაში მყოფობა გვეხმარება ჩვენ იმაში რომ ლოცვა უფრო გაუფანტველი იყოს და უფრო წმინდა იყოს. მით უმეტეს თანამედროვე ადამიანის ცხოვრება არის დიდი უმოძრაობა, გვიწევს ერთადად ჯდომა, იქნება ეს ტრანსპორტში, თუ სახლში ქალაქური ცხოვრება ზოგადად ესე და თუნდაც ახლა რა ვაკვირდები სადაც დავდივარ სოფლებში, ნუ ყველგან არის მისი საშუალება რომ ადამიანმა ბევრი ფეხით არ გაიაროს და ბევრი ფიზიკურად არ იშრომოს. ერთის მხრივ კარგია ეს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ყველაფერს ჭირდება ჩვენი მგონები დაბალანსება. აი რა გამოსავალს პოულობდნენ წმინდა მამები, როდესაც ისინი თქვა კელიებში იყვნენ და ფაქტურად არ გამოდიოდნენ ძალიან ხშირად ისინი მათი კელიებიდან, როგორ ახერხებდნენ მათი სხეულის დახარჯვას და გარჯვას იმისთვის, რომ ეს სხეულიდან გამომდინარე ეს რაღაც ეს ფეთქებადი ძალებია თუ რაც არის ეს გულისხმები, თუ სხეულს თავისი გამოწვევები აქვს ბუნებრივია და თავის დაცხრომა ჭირდება და თავის ადგილას და ქრისტიანულ საზღვრებში ჩადგომა. ამას აკეთებდნენ ესე იგი რაღაცნაირ ფიზიკური შრომით და განსაკუთრებით მეტანიებით, მაგრამ ზოგს არ აქვს ახლა იმის ჯანმრთელობა რომ მეტანიება აკეთოს, ამიტომ ძალიან კარგი იქნება რაღაცა თქვა ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე იმისთვის რომ ადამიანში მოხდეს ეს ბალანსირება ერთგვარად რომ ესე იგი მის ეს ნერვული სისტემა სულ თქვა ყველაფერი ანუ არ იქნეს ხელი შემშლელი ლოცვასთან თორემ ახლა ლოცვით ყველა მიცით რაღაც ელემენტარული ლოცვა ყველანი ვილოცებთ, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ არ გაგრძელდა ადამიანში ლოცვა, თუ რამდენიმე წუთი მაინც
ადამიანში ისე ვერ იდგამს ლოცვა-ფესვს. ახლა სხვა არის, რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, როცა ადამიანს უჭირს და უცებ რაც თავარი ლოცვა რაც გაგახსენდება, ღმერთო დაგვეხმარე, ღმერთო გვიშველე, ხო? ახლა ვერ დაიწყებს ადამიანი ამ დროს ახლა 51 ფსალმონის და 91 ფსალმონის წარმოთქმას, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში ძალიან კარგი არის. ძირითადად ამ მაჩვენებელს უბრუნდებით, მაგრამ აქ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევასრულოთ პავლე მოციქულის ასე ვთქვათ მაცხოვნებელი მცნება, მოუკლებელად ილოცევდით. და რა თქმა უნდა თვითონ წმინდა მამებიც რომელთაც ჩვენ ხშირად ვახსენებთ იმათაც კი უჭირდათ მარადიული ლოცვა რომ საერთოდ არ გაჩერებულიყვნენ და გარკვეულ თქვა დამხმარე საშუალებებს წმინდა წერილის კითხვა იყო ხელსაქმე იყო გარკვეული ფიზიკური შრომა მორჩილება ამ ყველაფერს ათავსდებდნენ ამ ლოცვაში რომ ძალიან შორს არ გასულიყვნენ ლოცვითი სულიდან მაგრამ აი მიზანში ნამდვილად ჰქონდათ ამოღებული ის რომ უფრო მეტი და მეტი ელოცათ რადგანაც ლოცვაზე მეტი ბედნიერება და სიხარული არ არსებობს, ხომ ესე იგი შენ გაგმაყოფილებს ის რომ ღმერთთან ხარ, ამაზე მეტი რა უნდა იყოს, ღმერთი გაძლევს სიცოცხლეს, მშვიდობას, ყოველივეს, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა სხვა ვალდებულებების გვაქვს, სხვა საქმეების გვაქვს გასაკეთებელი და ის დრო, როცა ჩვენ ვთქვათ არ შეგვიძლია ლოცვა, ანუ ლოცვის მსგავსი საქმეები უნდა გავაკეთოთ. აი ერთი წმინდა მამის სწავლება მახსენდება ამასთან დაკავშირებით, რომელსაც დიდად გული შეტკიოდა იმაზე, რომ ვერ ასრულებდა სახარების მთავარ მცნებას მოუკლებელი ლოცვის შესახებ და მან ესეთი რამ მოიფიქრა. მე როდესაც დავიღლები ლოცვისგან, ხო, ადამიანი სამწუხაროდ იღლება ლოცვისგან, უხერხულია ცოტა ამისი თქმა ჩვენი მხრიდან, მაგრამ რეალობაა. მე ხელსაქმობ, ვაკეთებ ჩემი ხელით ნივთებს და აი ამას მე ვყიდი აღებული ჩემი სამჯელოდ ვეხმარები გაჭირვებულებს და ეს გაჭირვებულები როცა მე ვთქვათ ვერ ლოცულობ ისინი ლოცულობენ ჩემთვის და აღესრულება ჩემზე მოციქული სიტყვები რომ მოუკლებელად ილოცევდითო და აი ესეც შეიძლება ჩვენ დავაბალანსოთ ჩვენი ცხოვრება ისე რომ როცა ლოცულობთ მაშინაც სხვები ლოცულობდნენ ჩვენზენ ბევრი კეთილი საქმე გავაკეთოთ ვიყოთ მაქსიმალურად უანგაროები ყველას დავეხმაროთ და როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ აღარ ვიმყოფებით გარკვეულ საზოგადოებებში სადაც ძალიან ხშირად გვიწევს ჩვენ მისვლა იმათმა ჩაწერონ მათ მოსახსენებლებში ჩვენი სახელები არა კონკრეტულად ჩვენი ზოგადად ქრისტიანების და ერთმანეთისთვის ვილოცოთ ერთმანეთისთვის ლოცვაც ფაქტურად ერთ-ერთი გამოსავალი არის აი ამ ასე ვთქვათ ნაკლის ამოსავსებლად რომ ჩვენ ლოცვა არ შეგვიძლია აი ერთი რამე კიდევ შეიძლება ერთი ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ლოცვის შესახებ რა თქმა უნდა ენით მიუწვდომელია მართლაც გამოცდილება ეკლესიის ჩვენში დაბრუნდა რაღაც პატარა გამოცდილება ესე იგი ძალიან ხშირად იმას ამბობენ რომ ეშმაკი მებრძვის მე ხო და მოდი ესე ვთქვათ ეშმაკი ჩვენ ნაკლებად გვებრძვის ჩვენ ეს ასე ვთქვათ მახეები არის დაგებული ზოგადად ამ წუთის სოფელში ეს ყოველთვის ესე იყო ქრისტესთან მისვლა არასდროს არ იყო მარტივი ყოველთვის რაღაც ესეთი დიდი გულმოდგინება უნდა გამოგეჩინა გულმხურვალე ლოცვა რაღაცა ხერხისთვის უნდა მიგემართა არაერთი შემთხვევა არის ესეთი სახარებაში მოცემული და დღეს ასე ვთქვათ კიდე უფრო ასე ვთქვათ მეტად გონევრული გახდა გონიერებაზე გადის მოდი ესე ვთქვათ ლოცვა და უფალთან მისვლა და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ აი ღვთივმოცემული რესურსიდან გამომდინარე რასაც უფალი გვაძლევს და დღესაც რა თქმა უნდა შესაძლებელია ცხონება და უფალთან ყოფობა რომ მაქსიმალურად გადავახოთ ეს ინამდვილობები და გავიდეთ ქრისტესთან კონტაქტზე და როგორც ვთქვით ნუ მთავარი პრობლემა გახდა ყურადღების მოკრება და ანუ გონიერი ყურადღებიანი ლოცვის შემდეგ ხდება უკვე გადასვლა ახალ მდგომარეობაზე, უფრო უმჯობეს მდგომარეობაზე, რომელიც არის უკვე გულით ლოცვა. ნუ შენს გარშემო რაც არ უნდა ხდებოდეს, რაც არ უნდა ხმაური იყოს, რაც არ უნდა ესეთი არაშესაბამისი მდგომარეობა იყოს ლოცვისთვის. უკვე შენოცა უკვე გულით ლოცვა მოიპოვე, ახერხებ უფალთან კავშირის დამყარებას, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება დღეს შენ მოიპოვე ლოცვა, მაგრამ ხვალ თუ ასე ვთქვათ, იქნები მოცალეთ და შენ არ გაუფრთხილდები ამ მარს, შესაძლოა შენ ხვალ ეს ლოცვა დაკარგო და ლოცვას რა თქმა უნდა თავისი დამხმარე საშუალებებით ანახლავს
სახარება გვეუბნება ჩვენ რომ თუ რწმენა გაქვთ, მაშინ უფრო ილოცებთ. და რწმენა საიდან მოდის? რწმენა მოდის პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრებიდან, სახარების კითხვიდან, იმ ესე ვთქვათ, სიტყვების დაჯერებიდან, რომელიც უფალმა თქვა და დანერგვიდან პრაქტიკულ ცხოვრებაში. ხომ უფალმა თქვა აი ეს როდესაც დაგვიწესდა ჩვენ ზიარების საიდუმლო, რომ ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემთან. თუ მოდი დაიჯერე შენ ქრისტეს ამ სიტყვების ხშირად ეზიარე და მე ნახავ თუ როგორ გამოსწორდება შენში ლოცვა. თქვენ ახსენეთ პავლე მოციქულის სიტყვა მოუკლებლად ილოცვითეთ და ასევე პავლე მოციქული წერს რომ ნუ თქვენ ხართ ტაძარნი, ესე იგი ღვთის ტაძარნი ხართ, სულიწმინდის ტაძარნი და ნუ გახსნით მას. ხშირ შემთხვევაში ახლა ეკლესიის მამები მოძღვრებით ჩვენს, ხშირ შემთხვევაში ამას ხებულობთ მხოლოდ როგორც ნეობრივი მხარე, ანუ რომ შენ ღვთის ტაძარი ხარ და წოდებით ნუ შეგილწავ მას. ეს ერთი მხრივ არის ასე ვთქვათ ზოგიერთი ღვთისმეტყველი, რომელიც საუბრობს და მიუთითებს რომ აქ მოუკლებელ ლოცვაზეც არის საუბარი, რომ შეუძლებელი ადამიანი განიწმინდოს და არ ლოცულობდეს. ანუ შესაბამისად, როგორ საზოგადოებას ამ ეპისტოლეს თუ გადავალებთ თლიანად თვალს პავლე მოციქულის ეს მიხვდებით, როგორ საზოგადოებას ესაუბრება პავლე მოციქული, ამ ლოცველ საზოგადოებას, რომლებშიც არის ენათმეტყველება, წინასწარმეტყველება, ანუ განსაკუთრებული მადლით დაჯილდოებულ საზოგადოებას ეუბნება, რომ ტაძარნი ხართ ღვთის, ესე იგი სულიწმინდის მადლი გაქვთ მოპოვებული. მეორე მხრივ მინდა აღნიშნო ეს ლოცვის მდგომარეობა ჩვენ თავშივე ვახსენეთ, რომ წაგან შეეხეთ თქვენ რომ ადამიანს და ღმერთს შორის კავშირი რომ დაირღვა წოდით დაცემის შედეგად, ამ კავშირის აღდგენის საშუალებაა ლოცვა, ხო მუდმივი კავშირი ღმერთთან და მადლის მოპოვება და შემდეგ გააღვთობა. და დაზიანებული ბუნება ჩვენ ნამდვილად ძალიან გვეშლის ხეს ამაზე არაერთი ასკეტური ნაშრომი არის და დიდი გამოცდილება აქვს ეკლესიას, თუნდაც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში განსაკუთრებით. ამასთან და ერთ-ერთი ეს არის რომ გულისწყრომითი ნაწილი სულის, ხო, რომელიც არა მხოლოდ სხეული დაზიანებული დაცემული ბუნება გვაქვს ჩვენ, გულისწყრომითი ნაწილი, ასევე არასწორი ნებები, რომელიც წარმოიშვება და არასწორი გზით მიდის ადამიანში, ამ ყველაფრის განკურნება ჭირდება. და არის ხანდახან მდგომარეობა, რომ ადამიანი სწორი მეთოდებით ლოცვის შედეგად წლების განმავლობაში აღწევს ლოცვის მდგომარეობას, ანუ სწავლობს გარკვეულ ლოცვაში ისწავლება. მაგრამ შეიძლება ვერ მივიდეს განხრთობის მდგომარეობამდე. ანუ განხრთობის მდგომარეობა ეს არის ფაქტობრივად ის უნება მდგომარეობა მადლის შევსება მთლიანად ადამიანს რამდენადაც შეუძლია დადევნა და ვერ ხდება ხშირ შემთხვევაში ეს ამ მდგომარეობის მიღწევა. და როგორც ივანე რომანიძის ერთ-ერთი თანამედროვე შედარებით ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ეს ხდება ხანდახან უფლის დაშვებით, ანუ უფალი არ უშვებს ჩვენში, რომ ეს მოხდეს, ან ხდება ხანდახან საჩუქრად, ანუ ადამიანის დატევნისაბრ. ზოგიერთ ადამიანში ეს იწვევს ხიბლის მდგომარეობას. და რადგან ადამიანი არ ჩავარდეს, შემდეგ ეს განხრთობის მდგომარეობას მას მთელი ცხოვრება შეიძლება არ მიეცეს. ხანდახან ხდება, რომ სურვილის ანუ თხოვნის აღსრულებაც არ ხდება, რომ ჩვენ ლოცვა არ მოვაგდეთ, აი რომ არის ადამიანის დამოკიდებულება ზოგჯერ როგორ ემამა მოძღვარი ხარ დაკვირვებული იქნები, რომ ადამიანი ხანდახან ლოცულობს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის, ხო? და როგორც კი აუსრულდება, ხდება ხანდახან ანებებს თავს ლოცვას ეკლესიაში სიარულს, აღარ უბრუნდება ლოცვას. და ხანდახან ამიტომ ჩვენი სრულის აღსრულება მავნებელი ისევ ჩვენი სულიერი ცხონებისათვის, ანუ ღმერთთან მიახლებისთვის. ხანდახან ამიტომ ყომდება ეს და არ სრულდება. საერთოდ ზოგჯერ საერთოდ არ სრულდება ჩვენი თხოვნები ღვთის წინაშე. და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ ჩვენ ვსვათ და ისევ წეგარო ახსენის ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენ რო ყველაფერი კარგად გქონდეს ცხოვრებაში. ანუ ყველაფერი მოწესრიგებული ჯანმრთელობის კუთხით, ნების მატერიალური კუთხით ეკლესიურ საზოგადოებას საუბრობს და არა ეკლესიურზე არა. დავრჩებოდით თუ არა ისევ ეკლესიურები და რამდენი დარჩებოდა, ესეთ კითხვას უამს და ძალიან საინტერესო კითხვაა. ბევრი ადამიანს დააფიქრებს, რომ ტაძარში რომ მიდიხარ, შენი მიზანი არის მხოლოდ შენი საჭიროება და თხოვნა ღვთის მიმართ თუ მადლიერების გამოხატვა. თუ კი ყველაფერი, ხო, აი ხა სახარებაში მაგალითად აი კეთროვანი ადამიანების ეპიზოდი აღწერილი, სადაც 10 კეთროვანს ხვდება მაცხოვარი და მოკლე ლოცვის მნიშვნელობასაც იქ ესმება ხაზი, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს მოკლე გულიდან ამომავალ ლოცვას, იესო მოძღვარ, შემიწყალენ ჩვენ 4 სიტყვაა სულ და ქრისტემ გაიხედა, ხო, კეთროვნებისკენ, ეს ლოცვა შეისმინა, გაუფანტველი გულიდან ამომავალი ლოცვა. მაგრამ როგორც კი მიიღეს კურნება, ესე იგი 9 საერთოდ ელემენტარული მადლობის სათქმელადაც აღარ ბრუნდება, ხომ? ის ერთი იმ ელემენტარული მადლობის სათქმელად ბრუნდება, კიდე საუბარი არ იყო. იმას არ უთქვია, რომ უფალო, მე გამოყვები შენთან ერთად ვიქნები. უბრალოდ მადლობა გადაუხადა და უფალმაც დაალოსა ეს ადამიანი. მაგრამ აი ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გერგესეველის ხადარინელთა მხარეში, ეს იგივეა, გერგესა და ხადარინელს ახარებაში ერთი ადგილია, მყოფი ერთ-ერთი ეშმაკეული ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ
არ იყო ესეთი ისა, ხო? ანუ ბოროტ ეშმაკეული იყო, იტანჯებოდა ამისგან, უფალმა გაათავისუფლა ის ბოროტის მკლავრებისგან და ამის შემდგომ გამოთქვა სურვილს, რომ მასთან ერთად იყოს. ესე იგი, იგივე მოციქულებზე შეიძლება ითქვას, რომ მათ არ ქონიათ რაიმე ესეთი სათხოვარი ქრისტესთან, ხო? ისინი მეთევზეები იყვნენ, ელემენტარული საარსებო მინიმუმი ჰქონდათ, თევზს იჭერდნენ, ბედნიერები იყვნენ. მაგრამ აი იგივე ანდრია პირველწოდებული, იოანე ღვთისმეტყველი, ფილიპე, ნათანაელი, ანდრია და იოანე ღვთისმეტყველი იოანე ნათლისმცემელთან იყვნენ. ჭეშმარიტებას ეძებდნენ და ჭეშმარიტების ძიებაში უკვე მივიდნენ ქრისტესთან, როდესაც უკვე იოანე ნათლისმცემელმა ხელი გაიშვერა ქრისტესკენ. იგივე ნათანაელი ბართლომე მოციქული, რომელიც ძველი აღთქმის რჯულის უბადლო მცოდნე იყო, ის ეძებდა ჭეშმარიტებას, მივიდა ქრისტესთან და დარჩა და გაყვა ქრისტესთან. მასთან ერთად ლოცულობდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ. ანუ ფაქტურად მათი ერთობა წარმოჩნდა მთელი მიწიერი ცხოვრების და რა თქმა უნდა დაუსრულებელი ცხოვრების განმავლობაში და სწორედ ეს არის რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე რომ ძალიან მოკლე არის ასე ვთქვათ ეს მოკლემეტრაჟიანია ჩვენი სულიერი ცხოვრება მაშინ როცა მხოლოდ რაღაცას ვითხოვთ და ეს რაღაცა სრულდება და ჩვენ მერე უკვე ვჩერდებით და სწორედ მერე მოდის ეს აღსარება მამო და ზოგადად ღმერთო მიჭირს მე ლოცვა და რომ მივიღეთ რაც გვინდოდა თქვა ის ელემენტარული მოცემულობა და ამის შემდგომ უნდა ასე ვთქვათ გადავიდეთ სხვა ეტაპზე და ეს შემდგომ თქვა შეიძლება ითქვას რომ რაღაც ეტაპზე მომხმარებლური დამოკიდებულება ღვთისადმი ანგარება შეიძლება იყოს ხო ესეთი დაბალი დონის ანგარებაც მაგრამ გონიერება ეხლა გიჭირს მაგრამ ამდენი არის რომ უჭირს და ღმერთს არ ევედრება ხო ესეც გარკვეული სულიერება არის რომ გიჭირს და შენ ღმერთს ევედრები მაგრამ უნდა მოვახერხოთ ისე რომ დავიწყოთ ღმერთის შეყვარება, მოყვასის შეყვარების გზით საკუთარ თავში. და უნდა ხშირად ნათელი გონებიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რა ფასი აქვს ამ წუთის სოფლის ცხოვრებას. უნდა დავფიქრდეთ ღმერთთან შეხვედრაზე და ბევრი ისეთ რამეზე, რაც წარმოაჩენს ამ წუთის სოფლის ამავებას. თუნდაც ჯანმრთელობა, ხომ? კი, გექნება ჯანმრთელობა, მაგრამ ამ ჯანმრთელობით შენ გააკეთებ კეთილ საქმეებს, ემსახურები უფალს. ძალიან ხშირია ხო შემთხვევა, რომ თვითონ აი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ფიზიკურად ისინი ხედავენ რომ თქვა მართლაც ღმერთის მიერ იკურნებიან, ხშირად ექიმებიც ამბობენ რომ ჩვენ აი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი თუ გადაგვარჩენს, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია და ღმერთის სასწაული ხდება კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში. მაგრამ ძალიან იშვიათია შემთხვევა, რომ მათ გააგრძელონ მადლიერების ცხოვრება. ანუ მადლიერების ცხოვრებას ყველაზე კაფეოდ წარმოაჩენს წირვალოცვაზე დასწრება, ხომ? ადამიანი მიდის წირვაზე, ხომ? შეიძლება ერთხელ მეხვიდე 10 ჯერ, 100 ჯერ, მაგრამ თუ შენ აი გულის სიღრმეში არ გაქვს მართლაც ის უმთავრესი სურვილი რომ ღმერთთან იყო და ღმერთს არასდროს არ უღალატო ქრისტეს სიყვარულს არ განეშორო, მაშინ გაყვება აი ეს შენი мотиваციიდან გამომდინარე მადლი იმისთან რომ მთელი ცხოვრება უფლის მადლიერი იყო და ყველაზე მეტად ეს მადლიერება როგორც ვთქვი სწორედ წირვის დროს წარმოჩნდება რომ ევქარისტია სწორედ მადლობის მსახურებას მადლობის ლოცვას ნიშნავს სადაც ჩვენ არა რაიმე კონკრეტულს ვითხოვთ არამედ მთავარს ვითხოვთ არსობის პულს რომელიც არის მაცხოვარი იესო ქრისტე და როცა ქრისტეს მადლი არის ჩვენში მაშინ ჩვენს გარშემო ყველაფერს თავისი პასუხი აქვს ხომ აი რატო ხდება ეს განსაცდელები ეს პრობლემები პასუხი ერთია ისევ და ისევ ჩვენი სულების გაძლიერებისთვის და გადარჩენისთვის თორემ როცა ადამიანი ესე ამ გზაზე არ დგება და არ უნდა რომ ბოლომდე ღმერთს მიუძღვნას თავი მისთვის გაუგებარი ხდება ბევრი რამ მის გარშემო და გარკვეულწილად ღმერთსაც ადანაშაულებს ამ ყველაფერში ამიტომ აი ეს გადასვლა აუცილებელია ერთი მდგომარეობიდან უფრო აღმატებულზე რომ ისე იგი ჩვენ გადავლახოთ ეს სათხოვარი მივიღეთ და ამის შემდგომ არ გავჩერდეთ და ისევ და ისევ გავაგრძელოთ ქრისტესთან მოძრაობა. რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა ხ ჩვენ მეტნაკლებად შევეხეთ ამ ქრისტიანი მორწმუნე ადამიანის და მე თავში რო ვახსენე რომ ეს არსებობს ეს გარკვეული რელიგიური ფილოსოფიები თუ სხვადასხვა ძველ აღთქმაში იქნება თუ აღმოსავლეთში თუ ასე ვთქვათ ელინურ სამყაროში რომლებიც ღმერთზე შემოქმედზე საუბრობენ მაგრამ ლოცვა იქ არ არის. შემდეგ იქიდან წარმოშობილ ასე ვთქვათ რელიგიებში და ფილოსოფიებში არის ლოცვა მაგრამ ძალიან განსხვავდება ის ქრისტიანული ლოცვისაგან. ამასაც ალბათ მე შევეხები მაგრამ ერთი მინდა აღვნიშნო თვითონ ქრისტიანობაში წარმოშობილ დენომინაციები და ასე ვთქვათ სექტებში
აი როგორი სახე მიიღო ზოგ შემთხვევაში უმთავრესმა ესე ვთქვათ ლიტურგიამ, ანუ სადაც მართლმადიდებელი ეკლესიაში წესით ლიტურგიაში მხოლოდ წმინდა წერილის კითხვა არ შემოიფარგლება და იქ უამრავი ლოცვები არის და უამრავი სახის ლოცვები არის ესე ვთქვათ ლიტურგიაში სახალხო ლოცვებში და ამ დროს მაგალითად აი პროტესტანტულ სამყაროს ძირითად გამოვლენებებში და იაღოვას ასე ვთქვათ შემოიფარგლება ხოლმე მარტო წმინდა წერილის კითხვით ასე ვთქვათ ლოცვა წმინდა წერილს არ ქვია მაგათ შემთხვევაში იმიტომ და შეცვლილი აქვს ხო გარკვეულ შემთხვევაში კი უბრალოდ მე იმას ვეხები პროტესტანტულ სამყაროს და მეორეს მხრივ ანუ გარეგნულ მსახურებაზე კეთდება თავისი აქცენტი რომ რამდენად მაგალითად სიკეთეს აკეთებ და შემდეგ და ლოცვის ნაწილი ფაქტობრივად უარ ყოფილი არის ან რა დონემდე მიდის ეს რაც უფრო შორდება ამჯერ მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ ეკლესიის ისტორიაში რამხელა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღესაც ჩვენთვის სწორ ლოცვას დიახ, იმიტომ რომ თუ კი ადამიანს უნდა რომ ქრისტიანად იწოდებოდეს და ქრისტიანი იყოს, სხვანაირად ვერ გახდება, ანუ ქრისტიანი თუ არ ილოცა და ყველა სათნოების შემკრები არის ლოცვა. ყველაფრის მიზანი ხომ არის ის რომ ჩვენ ღმერთთან თანაზიარება მოვახდინოთ და შენ შეიძლება ყველაფერი გააკეთო ისიც სხვას დაეხმარო თქვათ სიკვდილისაგან გადაარჩინო ადამიანები, მაგრამ როგორც უფალი ამბობს, რომელიც ჩემთან არ შეკრებს ის განაბნევს და ყველაზე მეტად უფალს ის უნდა რომ ჩვენ მის წიაღში ვგიებდით, მაგრამ აი რა უშლის ადამიანს ამ ლოცვაში ხელს. ხომ, ანუ რაღაც საშუალებებს იგონებენ. იმ საშუალებებში შედიან აი თქვენ რაც ახსენეთ, რომ ისე იგი თითქოს აი ეს რო წმინდა წერილს კითხულობენ და ამით ისე იგი ქრისტესთან მხოლოდ ამით შესაძლებელი არის ერთობის შენარჩუნება და არ ლოცულობენ. იმიტომ რომ ადამიანში ჩაბუდებული სამპარტავნობა არაძლევს ადამიანს ლოცვის შესაძლებლობას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩვენ გარკვეულწილად უნდა ვაიძულოთ საკუთარ თავს რომ ვილოცოთ როგორც სახარებაში წერია სასუფეველიცათა იძულების და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაცონ იგი რაღაც დონეზე ახლა არა ისე რომ რაღაცას ვარ გადასული იყოს ჩვენი თავის იძულება პატარა ოდნავი რაღაცას ყოველდღიურად საკუთარ თავზე თავის იძულება გვჭირდება ჩვენ იმისთვის რომ ვილოცოთ და იმისთვის რომ ჩვენ ქრისტესთან საუბარი მოვახერხოთ აი ფსალმოში ესეთი სიტყვები წერია მოხედნა უფალმა ლოცვასაზე და მდაბალთასა და არა შეურაცხყოფედრება იმათიო სახარებაში მოცემული არის ძალიან მნიშვნელოვანი იგავი ხომ ეს ყველამ ვიცით მეზვერისა და ფარისევლის იგავი სადაც ასევე ხაზი ესმება იმ მოკლე ლოცვის უპირატესობას რომელიც რამდენიმე გზის ხდება გაიმეორება მორწმუნის მიერ მეზვერე ლოცულობს ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას აქაც მხოლოდ 4 სიტყვა არის ფარისეველი კარგად არის შვიდად არის მადლიერებით იწყებს ლოცვას გმადლობ ჩემ ღმერთო და ამის შემდგომ იწყებს უკვე საკუთარი თავის ქებას და სხვის განკითხვას თითქოს ლოცულობს თითქოს რაღაცას წარმოთქვამს თითქოს ტაძარში არის ის მაგრამ მისი ლოცვა არ შეიწირება ღვთის წინაშე ხოლო მეზვერის ლოცვა რომელიც საკუთარ სათნოებებს ხას არ უსვამს შეიძლება არც ქონდა შეიძლება ქონდა ამას ასე ვთქვათ ღვთის წინაშე ლოცვის დროს არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორც ავაზაკი ჩათვალე რომ მე როგორც ავაზაკი ისე ვარ და ისე უნდა მივიდე უფალთან და ავაზაკი შეიწყალა უფალმა რომელმაც რწმენით გამოთქვა თავისი აღსარება ჯვარზე და გამოთქვა სურვილი რომ ქრისტესთან ერთად ყოფილიყო ასევე ჩვენც თუ კი რაიმე გგონია რომ კეთილი გვაქვს გაკეთებული, უნდა დავივიწყოთ ჩვენ როგორც მამები ამბობენ არა გვიქმნიეს კეთილი არც ერთი რაი წინაშე ღვთისა თუ რაიმე კეთილი გავაკეთეთ ღმერთმა გაგვაკეთებინა და ესე უდიდესი თავმდაბლობით მოკრძალებით უნდა ვეცადოთ რომ უფალს ვესაუბროთ და ანუ ყველაზე პრაქტიკული რაც არის ხომ და თუ კი პირველ საუკუნეში იყო პრაქტიკული და ღმერთის ასე ვთქვათ მომდრეკელის მოკლე ლოცვები დღეს რაოდენ უფრო ის ხომ დღეს უფრო მეტად მოკლე ყველა ლოცვა აი ვთქვათ დიდი ლოცვაც რო ავიღოთ აი დილის ლოცვა ღამის ლოცვა ფსალმუნები ზიარების ლოცვა ყველა ეს ლოცვა ხომ წერტილი რომ დაისმება იქ ლოცვა დამთავრდა ანუ ყველა ეს პატარა ლოცვები აკენზული ქმნის უკვე დიდ ლოცვას ვინაიდან და რადგანაც დღეს ეს უყურადღებობა განსაკუთრებულად გვებზვის აი ეს მეთოდი ეს ფორმა მოკლე ლოცვის იგივე უფალო იესო ქრისტე შემიწყალემე უფალო იესო ქრისტეზე ღვთისაო შემიწყალემე ცოდვილი ყოვლადწმინდა ღვთის მშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ თვისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ და მოწყალებისა კარი განგვიღე აი ეს ლოცვები არის
უმთავრესი და ძალიან გვეხმარებიან ჩვენ. არა მხოლოდ ამის გამო, მე ვფიქრობ კიდევ იმის გამო, რომ ადამიანი როცა თვითნებურად ანუ მხოლოდ საკუთარი სიტყვების ცდილობს რომ ილოცოს, ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენი უნებებიდან, ჩვენი არასწორი აზრებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალიან არასწორადაც ვილოცოთ და არასწორ შედეგამდე მივედეთ. აი დღეს ძალიან აღრეული არის ძალიან ბევრი ესე ვთქვათ სწავლება, ინფორმაცია, მეტნაკლებად ადვილად მისაღწევი არის ესე ვთქვათ, მაგრამ აზრილია ყველაფერი ერთმანეთში. როცა შენი არიცი, ანუ რეალურად რა არის ქრისტიანული ლოცვა, ეს არიცი. ხშირად ხდება აღრევა, მაგალითად აი იოგასთან კავშირი, აღმოსავლურებასთან იოგასთან კავშირი, თითქოს ლოცვა რაღაცა გარეგნული სახით პირველ ეტაპზე გავს, გაგებით რომ გონება უნდა გაანთავისუფლო ამ აზრებისგან, რომ ლოცვა დაიწყო, რომ ღმერთთან კავშირი დაამყარო. კი ბატონო, ამით გავს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება და ის ლოცვა არ არის, ანუ მაგალითად მედიტაცია თავისთავად წარმოადგენს არა ლოცვას, არამედ თვითჩაღრმავებას, ანუ საკუთარი თავის შესწავლას. პირიქითაც შეიძლება ითქვას, რომ აი დაცემული ნებები ადამიანში ყოფობს, რა ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამო. ამისგან განწმენდა არის პირიქით ლოცვა, ქრისტიანული ღვაწლი. და ამ შემთხვევაში, მედიტაციის შემთხვევაში, შენ თვითჩაღრმავ იქ დაცემული ნებები, ანუ მუცლის ქვედა არიდან, ხო, როგორც არის, აკყავს გულში და ქრისტიანული ლოცვა პირიქით არის, ანუ გონისმიერი ლოცვა, გონება ჩაკყავს გულში და ნებებს მოიკვეთ აბსოლუტურად და პიროვნება ღმერთთან კავშირს ამყარებ და ღმერთის მადლით განიხრთობი შენ და არა შენი ენერგიით და შენი ძალით. ღვთის მადლით, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ღმერთი ცოცხალი პიროვნება არის, რაც არ ხდება, ასე ვთქვათ, იმ რელიგიებში და იმ ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ მიმდინარეობებში, სადაც მიიჩნევა, რომ თითქოს ეს ერთი და იგივე რამ, აბსოლუტურად სხვადასხვა რამ, და მიზანიც აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. ქრისტიანული ლოცვის მიზანი არის ცოდვათა მოტივები, შეუძლებელია ცოდვათა მოტივების გარეშე, სინანულის გარეშე ლოცვა შედგეს. ღმერთთან კავშირი, ცოდვების განწმენდის გარეშე ადამიანმა ისწავლოს ლოცვა და განიხრთოს და მიუახლოვდეს ღმერთს. მხოლოდ გარეგნული მსახურება ეს არის შედეგი შენი სულიერი სამყაროს, ხო ეს უნდა იყოს, აი მაგალითად წეგა რო ახსენეთ, რომ ზოგიერთ სექტაში არის უმთავრესი მნიშვნელობა გადატანილი ყურადღება გარეგნულ მსახურებაზე, მაგალითად სიკეთის მოწყალებაზე და ასე შემდეგ. მაშინ როცა ლოცვა არ ყოფილია ფაქტობრივად, ხო შეუძლებელია ეს მხოლოდ გარეგნული სახე უნდა იყოს შენი შედეგი, შენი სულიერი სამყაროს შედეგი, რომ შენ შეგიყვარდეს ადამიანი, გიყვარდეს ღმერთი და მე სიკეთეს გააკეთებ თავისთავად. სხვანაირად არ შეგეძლება, მაგრამ არის ლოცვა, არის ღმერთთან ახლოს და სიკეთე აკეთოს თავისთავად კარგია, რა თქმა უნდა, კარგი მოვლენაა, მაგრამ ეს შედეგი არ არის შენი სულიერი სამყაროს, ხო იმდენად ეს უფრო მეტად ღვთისმსახურების დონეზე აკავს მხოლოდ ეს ქრისტეს გარშემო უამრავი ადამიანი იყო, მაგრამ მხოლოდ ისინი იქნენ შეწყალებული, რომლებიც ევედრებოდნენ და ლოცულობდნენ მას და აი ყველაფერს თავი დავანებოთ, ხა გონივრულად რო შეხედომ ყველაფერს ჩვენით არაფერი არ შეგვიძლია, ხო? ვატყობთ რომ ღმერთმა თუ არ მოგცა ელემენტარული ეს უნთქვა, მხედველობა, რაღაც აი ყველაზე პრიმიტიულები რაც არის, ხო? და ჩვენ ამას შეიძლება არ ვაფასებთ და არ ვამჩნევთ. არაფერი არ შეგვიძლია და მით უმეტეს ვხედავთ რომ ამ წუთის სოფელში არავინ არ რჩება, ხო? დგება რაღაცა მომენტი, არავინ არ ვიცით როდის იქნება, რომ წავდგეთ ღვთის წინაშე, გავიდეთ მარადისობის წინაშე და გადაწყდეს ჩვენი ხვედრი. და ამ ცხოვრებაშიც ხომ საკმარისი ღვთისმადლი მოგვაკლდეს, რომ მაშინვე მიწაზე ავეკრობით და ჩვენი გამოსავალი არ ჩანს. ერთადერთი რაც ადამიანს აძლევს არსობის საშუალებას, ეს არის ღვთისმადლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გადმოდის, როცა შენ ღმერთს ევედრებ. რატომ თქვა უფალმა, რომ ითხოვდით და მოგეცეს თქვენ? ხომ თუ არ ვითხოვეთ, ისე არ მოგვეცემა, იმიტომ რომ ეს თხოვაც რა თქმა უნდა ღმერთთან კავშირია, როგორც თქვენ თქვით მამაო, რომ შეიძლება ადამიანი ლოცულობდეს, არ უსრულდებოდეს ეს თხოვნა, მაგრამ თვითონ ის რომ ის ლოცულობს, ეს უკვე რა თქმა უნდა უდიდესი წარმატება არის. და აი ჩვენ ვითხოვთ, ლოცულობთ, ეს უკვე კარგია და აი ლოცვის შედეგად რასაც ღებულობთ, რა თქმა უნდა ის კიდევ უფრო მეტად კარგია, რომელიც არის უკვე მადლი და შენ უკვე შენს გულში ყავს უკვე ქრისტე და ზედმეტი სიტყვები აღარ გჭირდება მასთან მიმართებაში. ზედმეტი სიტყვები საერთოდ ისედაც ჩვენ არ გჭირდება და რაც თქვენ თქვით, რომ ესე იგი ადამიანმა უნდა ისწავლოს თავდაპირველად ეს სტანდარტული ლოცვები და აქედან გამომდინარე უნდა აკინძოს მერე თავის ეს პირადი ლოცვა, ეს გამოცდილება იქნება რა, უკვე შეუძლია თვითონ ახალი რაღაც ლოცვა შექმნას, ხომ, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ პირ გამოცდილებაზე. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მრავალ მეტყოლებაში და აი სახარებაში რომ უფალო ნუ გონიათ რომ მრავლის მეტყოლებით მე შევისმენ თქვენს აი აქ არის რამდენიმე მიმართულება ყოველთვის ლოცვაში არის თაყვანისცემა ღვთისა სიტყვებში არის მადლობის გადახდა და არის თხოვნა შეწყალებაზე არის ლოცვა გონების განათლებაზე გულის განათლებაზე იმაზე რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდეს ადამიანებთან იმაზე რომ ჩვენ მტერიც კი შევიყვაროთ
რომ ჩვენ გქონდეს დიდი იმედი, რომ ლოცულობ ჩვენს სამშობლოზე, ქვეყანაზე, ჩვენს პატრიარქზე, ჩვენს სასულიერო პირებზე, ჩვენს ნათლიებზე, ნათლულებზე, პატიმრებზე, ყველას ხდება ეს ლოცვა და რა თქმა უნდა ეს შეუძლებელი იყოს მრავლის მეტყველება. მრავლის მეტყველება არის უფრო სხვა რამე. როცა ჩვენ ლოცულობთ და სიტყვები წარმოთქვამს რაღაცას და ჩვენ ამ დროს გონებით სხვაგან დავეხეტებით. ანუ როცა გული არ არის და გონება შესაბამისობაში ჩვენ სიტყვებთან. ასეთ შემთხვევაში ესეთი გამოცდილება არის ეკლესიაში, რომ ვეცადოთ ისევ დავბრუნდეთ, სადაც ასე გაგვახსენდება, რომ ბოლოს იქ ვიყავით რომელიმე თქვა ლოცვის სიტყვასთან და იქნა გავაგრძელოთ. სარამ მრავლის მეთყველებს გადავართ აი წეღარ უახსენეთ იმასთან დაკავშირებით მე ერთი კომენტარი გავაკეთო. როცა ადამიანი ცდილობს აი ლოცვების გარეშე წლების განმავლობაში ლოცვას არ სწავლობს, მხოლოდ საკუთარი სიტყვებით ილოცოს. ვერ ვითარდება ადამიანი როგორც ლოცველი ასეთი. ეს გავს როგორ მდგომარეობას იცით რომ მაგალითად ნებისმიერ სფეროში, აი ეკლესიას აქვს ამდენზე 20 საუკუნოვანი გამოცდილება, ახალათმის ეკლესიას, ძველათმის ეკლესიას თავისთავად. ძველათმაში ჯერ კიდევ სოლომონ ბრძენი საუბრობს რომ მე როდესაც სხეულს ჩემსას ძინავს, დაახლოებით ესეთი სიტყვებია, გული ჩემი ღვიძარი არის, ანუ მოუკლებელ ლოცვაზე საუბრობს ჯერ კიდევ ძველათმაში სოლომონ მეფე და წინასწარმეტყველები თავისთავად. მაგრამ აი ამ ყველაფერს უარყოფ ანუ ეკლესიის გამოცდილებას, რაც დაგროვილია საუკუნეების განმავლობაში, თან ეს მადლის ემპირია ჭეშმარიტი გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის და აი ამ განწმენდილი ადამიანების მიერ წმინდა მამების მიერ დაწერილი ლოცვები. და ამას უარყოფ და გინდა შენ თავს მიენდო მხოლოდ ეს წარმოიდგინეთ ეკლესია ლოცვაში კი არა, ნებისმიერ მეცნიერებაშიც რო აიღო, ნებისმიერ მეცნიერებაში, ხო, საბუნების მეტყველო მეცნიერებაში. შენ რომ არაფერი ისწავლა და პირდაპირ დაიწყო მხოლოდ შენი გონებით ფიქრი, რომ აი ეს როგორ არის და არ შეისწავლო მანამდე რაც ცოდნაც არის დაგროვილი. აი რაღაცა ყველას მე შეგვიძლია სისულელამდე დადეს, ხო, მეორე სხვა თვითონ გამოცდილება გასწავლის, როდესაც შენ ცდილობ მხოლოდ შენი სიტყვებით ილოცო. რაღაც ერთხელ ორჯერ ილოცებ და მე ხვდები რომ სიტყვები არ ყოფნის. არიცი რა უნდა ესაუბრო უფალს. დავიწყდება. მე უკვე იწყებ ძიებს და მე გონებით მიდე უკვე იმ სიტყვებს. ფაქტობრივად ეს ჩვენშია, რაც ლოცვა არის დაწერილი დღეს, ყველა არის ჩვენში. და ჩვენარი ადამიანები იყვნენ სპასილი დიდი ივანე ოქროპირი, დავით წინასწარმეტყველი, ყველა ვინც შექმნა ეს ლოცვანი და ჩვენამდე მოაღწია. უბრალოდ ჩვენი რწმენა და ჩვენი ასე ვთქვათ ეს სიღრმე და სივრცე სულიერი არის საკმაოდ უფრო პატარა და მოკლე. იმდენ დროს არ უთმობ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, რამდენსაც ისინი უთმობდნენ. მათ მთელი ცხოვრება შეწირეს და მიუძღვნეს ღმერთს და ჩვენ ელემენტარულად აი წირვაზე ის 2 საათის დათმობაც გვიჭირს, რომ წირვაზე წავიდეთ და თუნდაც ეს 7 გზის ლოცვა რომ აღვავლინოთ, რომელსაც სულ რაღაც 5 წუთი ჭირდება. აქედან გამომდინარე ჩვენში არ არის იმხელა ეს თვალსაწიერი და სიღრმე და სისავსე ლოცვებისა, თორემ ჩვენ რომ იგივენაირად გავაკეთოთ და გადავდგათ ის ნაბიჯი, რაც მინდანებმა გადადგეს, ჩვენ მაშინ რა თქმა უნდა წიგნი აღარ დაგვჭირდება, პირდაპირ ჩვენი გულიდან ამოვა ეს ლოცვები. ჩვენ ესე გულის ასე ვთქვათ ფიცარზე სულიწმინდით არის დაწერილი ეს ყოველთვის. არ არის ხშირ შემთხვევაში მოთხოვნილება ლოცვის. აი მოვალეობა როცა არის ხოლმე, ხო, რაღაც ეტაპზე თავიდან მოვალეობა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მოთხოვნილებად როცა გექცე, აი როდესაც არ ლოცულობ და ცუდად გზნობ თავს. აი გზნობ რომ შენ ღმერთთან კავშირი გინდა. ყოველთვის ეგრეა, როცა ცუდად ხარ, სულ უნდა ილოცო, ყოველთვის უნდა ილოცო. დიახ. და პირიქითაც როცა კარგად ხარ მაშინაც ანუ ეს კარგად ყოფნა ის სიხარული რაღაცა სიმშვიდე ადამიანში ლოცვით შემოდის და ხანდახან საჭესთან ზის ადამიანი თუ როცა ლოცვა შეეჩვევა. აი ფაქტორი გულში სულ ლოცულობ შეიძლება დილის ლოცვას იმ მომენტში ანუ გარკვეულ კანონს არ კითხულობდეს, მაგრამ გულში მაინც რაღაცა ლოცვას იმეორებს. ანუ ღმერთთან კავშირი ის გარეშე მას უკვე აღარ შეუძლია. ანუ ლოცვა არის უფალთან საუბარი. ცოცხალ ღმერთთან საუბარი მასთან და ეს ამას ეს ისწავლება ლოცვაში. ბუნებრივია თუ არის ლოცვა ამას ვერ მიაღწევ, ვერ გაიგრძნობ რა არის ეს უნდა ისწავლო. კიდევ ერთი რამეა ხა, როდესაც ვინმეს აწყენინებ, ადამიანს გაამწარებ რაღაცა და არ გინდა რომ მასთან მშვიდობა აღადგინო და შეურიგდე, როგორც ახარებაში წერია, ეს დამაბყოლებელია ლოცვაში, ხო? ჯერ მიდი მას შეურიგდი და მერე მოდი და მსხვერპლის შემომწირე. ლოცვაც არის მსხვერპლის შეწირვა ღვთისადმი. ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ ყოველდღიურად მშვიდობა გქონდეს ყველასთან, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. ერთი ესეთი სიტყვა არის მეუღლეებსო კარგად მოიქეცითო, კაცებზე არის რა თქმა უნდა, ლოცვაში არ დაბრკოლდეთო რა და ხშირად ესეც არის ხან, ასე შვილთან მოგივა შეიძლება მეტი ლაპარაკი, გასაგები რომ მამა ხარ, ქმარი ხარ, მოძღვარი ხარ, მაგრამ ქრისტიანი ხარ, ხო? ქრისტიანისთვის ბევრი რაღაც არის მიუღებელი, მაგრამ რაღაცა იმ ზღვარს არ უნდა გადახვიდე, ხო? რაღაცა უნდა თქვა შენი სათქმელი, სიყვარულით, შეიძლება ამხილო კიდევაც, მაგრამ
უსიყვარულობაში და აგრესიაში და ძალადობაში არ უნდა გადახვიდე, თორემ მაშინვე ესე იგი გაკლდება შენ ლოცვა და კიდევ ერთი ფაქტორი, რაც განაპირობებს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი სისავსით დავდგეთ ლოცვაზე და უფრო სიხარულით ვილოცოთ, არის მანამდე აღვლენილი ლოცვების გულმოდგინედ შესრულება, ხომ? თუ კი ჩვენ სერელეთ შევასრულებთ, მხოლოდ როგორც თქვენ თქვით, მოვალეობის მოხდის მიზნით, რომ აი ეს ხა დილაა და დილის ლოცვა უნდა შევასრულო, ღამეა და ღამის ლოცვა უნდა შევასრულო, უნდა ვეზიარო და ზიარების ლოცვა უნდა წავიკითხო, ხომ? მხოლოდ ამ ვალდებულების გამო თუ აღვასრულებთ, ჩვენ შემდგომში უკვე სურვილი ნაკლებად გვიჭდება და რაღაც ასე თქვათ დროის შემდეგ შეიძლება გაჩერდეს ადამიანი, ეს საფრთხე შეექმნას. და თუ კი ჩვენ უფრო ყურადღებას გავამახვილებთ ხარისხზე, ასეთ შემთხვევაში უფრო მოგვინდება ლოცვა, უფრო მეტი მონდომება გვექნება ყოველი ლოცვის დაწყების წინ, რომ ჩვენ ვილოცოთ. როგორც ზანებით მამები, ესე იგი ხარისხი უფრო მეტად განაპირობებს რაოდენობას, ვიდრე რაოდენობა ხარისხს. თორემ შეიძლება რაოდენობამაც რაღაც მომენტში ეს ინდივიდუალურია, განაპირობოს ხარისხი, ანუ ბევრს ლოცულობ და ამის შედეგად ვისწავლო, ასე თქვათ, ჯეროვანი გულმხურვალი ლოცვა. მაგრამ უფრო ხშირად ხდება ისე, რომ ხარისხი განაპირობებს რაოდენობას. მოწევა გაგაწყვეტინეთ მრავლისმეტყველების შესახებ, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და იქნება ამ საკითხსაც შევეხოთ. ისე წმინდა პაისი მთაწმინდელი ამბობს, რომ ეს არის ნიჭიო, მრავლისმეტყველება, ოღონდ ღმერთმა მის ადამიანს იმისთვის, რომ მას ესაუბროს თავისი სიტყვიერი მსხვერპლით შეწიროს უფალს ხვენი და მასთან ერთობაში იყოს და ამას იყენებს ადამიანების მიმართ. ანუ ბევრს ლაპარაკობს მოკლედ. ანუ ღმერთი არ გვეუბნება შენ ბევრს ლაპარაკობ ჩემთან. ადამიანს არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი. კონკრეტულად რო ეტყვი, მისთვის გასაგებად ბევრი ლაპარაკი ღლის ადამიანს. ანუ შენ ციღლები, მასაც ღლი და საქმე არ კეთდება, მაგრამ რა უქნათ ამ ჩვენს ნიჭს? ძირითადად აბალანსებს ჩვენს სიტყვიერ ცხოვრებას საზოგადოებაში ჩვენი ლოცვა და ჩვენი ღვთისმსახურება. ეხლა წირვიდან რომ გამოხვალ, წირვიდან მღვდელი თუ გამოვა, მღვდელი შედარებით უკვე ასე ვთქვათ, აღარ აქვს იმდენი რესურსი, რომ ვთქვათ, ბევრი ლაპარაკობს ჩვენზე, ესე არის, მაგრამ იქ მრევლი ასე ვთქვათ, არ საუბრობს, ხომ, ძირითადად 2-3 საათი მდუმარებაში. იქიდან რომ გამოდიან, მე სათური იქნება და როდესაც ჩვენ ლოცულობთ, აი მაგალითად სახში ლოცულობთ და ტაძარში ლოცულობთ, ტაძარში მაინც ზოგადად როცა საჯარო მსახურება, მაშინ ხმას არ ვიღებ ჩვენ მდუმარეთ ვართ, მაგრამ როდესაც ჩვენ მარტო მივდივართ ტაძარში და იქ არ აღესრულება მსახურება და არ ასე ვთქვათ ეჯახება ჩვენი ლოცვა ეკლესიის ლოცვას, ასეთ შემთხვევაში ადამიანი იცლება და ნიჭის ასე ვთქვათ სწორი რეალიზება ხდება და ამის შემდგომ გარკვეულწილად ბალანსდება ადამიანი მოყვასთან მიმართებაში, რომ ზედმეტი სიტყვები არ თქვას, უფრო დაფიქრებული იყოს თავის სიტყვაში და არ იყოს ამოუთმეტყველებაში და მრავლისმეტყველებაში. სხვა შემთხვევაში ძალიან რთული არის, რომ ჩვენი სიტყვები დავაბალანსოთ, როგორც იაკობ მოციქული ბრძანებს, რომელიც სიტყვით არ აცდებოდეს, იგი სრული კაცი არსო. და როგორც მამები ამბობენ და ეს ლოცვაშიც არის ჩაწერილი, ხომ ყოვლისაგან სიტყვის მისცემისაგან უღონო ვართ ჩვენ. და როგორც იგივე ფსალმში წერია, ყველა ცოდვის მიზეზი ხდება ჩვენი ზედმეტი სიტყვები, ხომ? მიზეზდებათ, მიზეზთა ცოდვისათა ეს ამოუთმეტყველება და მრავლისმეტყველება. ამიტომ შევთხოვოთ უნდა უფალს, რომ მოგვანიჭოს ჩვენი ცოდვების განცდა და არა განკითხვად მოყვას ისა, ძირითადად ეს არის რაც ანიავებს ჩვენში არსებულ მადლს და ამას ჭირდება სწავლება. საერთოდ ესეთ კავშირში არის გარკვეულწილად თავშეკავებულ ცხოვრებასთან, როცა ადამიანი თავშეკავებულია საკვების მიღებასთან, თუნდაც იმ წყლის მასთანაც, ხომ, ზომიერი ქრისტიანი წყალსაც ზომით უნდა სვამდეს, ხომ, დაბალანსებული და კარგი ქრისტიანი. ყველაფერში ესე არის იმ მატერიალურ სახმართან მიმართებაშიც. რომ აი ესეთი ზომიერი ცხოვრების შემდეგ უფრო დაბალანსებული იქნება შენი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ადამიანებთან და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სიტყვიერი ცოდვები. როგორც ძალიან ძიმე არის სიტყვით ცოდვის ჩადენა ადამიანისთვის, ქრისტიანისთვის მით უმეტეს, უმჯობესია მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდნა, როგორც წინასწარმეტყველი ბრძანებს, ვიდრე ენისაგან დაცემაო და აი ის რაც დაემართა პეტრე მოციქულს, ჯერ საკუთარი ენით
გარკვეულწილად გამოუცდელობა იყო ამ ყველაფრის დარჩული, ხომ? ქრისტეს ეუბნება, რომ ყველამ რომ უარყოს და დაბრკოლდეს, მე არ დავბრკოლდები, მას უნდოდა ესე რომ ყოფილიყო, მაგრამ ვერ გაითვალისწინა თავისი სისუსტე და კიდევ ბევრი რამ, რომ ის სხვები ამას არ ამბობდნენ. ამის შემდგომ მან როგორც ქრისტემ უწინასწარმეტ ყოლა მამლის ყივილამდე სამგზის უარყო ქრისტე და მოხდა ამ თქვათ ენით ცოდვის ჩადენა თან სამგზის უარყო ქრისტემ მით უმეტეს თქვა რომ არ ვიცნობ მასო და ამის გამო მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანობდა და ჩვენც უნდა ძირითადი ჩვენი აღსარება სწორედ ეს უნდა იყოს და სინანული ღვთის წინაშე რომ ისე იგი ვერ ვლოცულობთ და ბევრს ლაპარაკობთ და ჩვენი ლაპარაკით რომ კიდევ სხვებს ვაზიანებთ და ძალიან ხშირად აი მომსწრე ვარ უამრავი ისეთი ცუდი საქმის რაც უკავშირდება ჩვენს დაუფიქრებელ სიტყვას ხშირად ოჯახები დაანგრევულა ხშირად ადამიანებს თავი მოუკლავთ ჩვენი არასწორი სიტყვის გამო ბევრი რამ იცვლება სამყაროში უარესობისკენ ჩვენი დაუფიქრებელი სიტყვების გამო და ავიც აი მე ხშირად ადამიანს ცოდვაში აგდებს აი მაგალითად მრავლის მეტყველება რა გაგებით რომ ხშირად ჩვენი მეტყველება და ჩვენი აზრები გამომდინარეობს ჩვენი გულიდან ხო რაც ნამეტნავია ჩვენ გულში ის ამოდის მე ბაგეთაგან და ხშირად როცა ადამიანის გულში არის განკითხვა ძვირის ხსენებაში გადადის ან სხვის ცუდზე ლაპარაკობს ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ ქრისტიანების ცხოვრებაშიც და ერთ ადამიანს არ მხოლოდ უქმეტყველება ანუ არაფრის მომტანი სიკეთის მომტანი პირიქით ცოდვაში ჩამგდებია სხვა ადამიანის ხშირ შემთხვევაში როდესაც სხვა ადამიანის ცუდს ახსენებ იმის ნაკლს ახსენებ მეორე ადამიანს ეუბნებ მე ამ ადამიანს შეიძლება ან ბევრს ერთად ამ ადამიანს შეიძლება აგდებდე მე უკვე განკითხვაში უკვე მასე ცუდი აზრები წარმოშვა ანუ 1000 ამ უქმეტყველების გარდა პირიქით ანუ მხოლოდ უქმეტყველება არ არის ანუ არაფრის მომტანი კი არა პირიქით ხანდახან ცოდვებში ჩამგდებიც არის ანუ ცოდვის მომტანიც არის ეს მრავლის მეტყველება ასე ვთქვათ და კიდევ ერთი უნდა ვთქვათ აი ჩვენ ვახსენეთ წირვაზე მყოფობა ადამიანის როცა რაღაცნაირად კვიდრდება ადამიანში ხომ მადლი იქ ისეთი უკიდურესი ადამიანი როგორც ფარისეველი იყო და ჯეროვნად ვერ ლოცულობდა მოყვას განიკითხავდა საკუთარ თავს აქებდა იქ წერია რომ მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა აზრიდან ვიდრე ფარისეველი რაღაც მადლი ნატამალი ფარისეველმაც მიიღო იმის გამო რომ ტაძარში მივიდა იქ არ წერია რომ ფარისეველმა რაღაც უფრო გამართლებული იმანაჯობა და როდესაც ადამიანი ტაძარში მიდის ყველა შემთხვევაში ფალი ხომ ამ დამტევნელობისამებრ ყველას აძლევს მადლს და ყველა ღებულობს მადლს და როგორც კი გამოვდივართ წირვალოცვიდან და ზოგადად ღვთისმსახურებიდან აი მე უკვე დგება მომენტი რომ ჩვენ როგორ დავხარჯავთ ამ მადლს და როგორც კი ადამიანი იწყებს ზედმეტ ლაპარაკს და ეს ლაპარაკი მით უმეტეს მოყვას ის არ ახშენებისკენ, არამედ ანგრევისკენ არის მიმართული, მისი შეურაცხყოფისკენ, საკუთარი თავის აღმოჩენისკენ, აი ეს მთელი თქვა საათობით თქვა შრომის შედეგად მოხვეჭილი მადლი მეხსეულად შეიძლება ერთი სიტყვით დაიკარგოს რა და პრაქტიკული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეკლესიური ცხოვრებიდან გამომდინარე, უნდა ითქვას ერთი რამ, რომ ხშირად არაეკლესიური ადამიანები ეძებენ თითქოს ღმერთს, რომ აი სად არის, მხოლოდ გონისმიერი ან წიგნის ესე რაციონალური ემით უნდა მიაღწიონ და უნდა შეეხოს ღმერთი ადამიანის გულს, რაც არ უნდა ისწავლო, ვერ შეეხება თუ შენ არ ილოცე და არ მიხო. რაც არ უნდა დაღლილიყო იმ დაუშვათ და რაც არ უნდა ესე პრობლემები ქონდეს ადამიანს, მხოლოდ აი მცირე საღამოს მწუხრის ლოცვას რო დაესწროს და მოისმინოს ჩუმად. რო გამოდის თითქოს რაღაცა შეეხო მის გულს, სხვა სიმშვიდე მოდის, სხვა რაღაც განწყობა მოდის. ძალიან მოქმედებს ლოცვა ჩვენ ცხოვრებაზე, ამიტომ აუცილებელი არის. ლოცვამდე მისვლა გვიჭირს, თორემ აი რაღაც რამდენიმე წამი, კიდევ რამდენიმე წუთით ადამიანი ხვდება რომ აქამდე სად ვიყავი, ხომ? ხვდებით რომ ეს ჩვენი სამყაროა, ეს ჩვენი სივრცეა და ეს ჩვენი გასაკეთებელი უწმინდესი საქმეა ლოცვა. მაგრამ ეს არის რომ როგორც თქვით რომ აი ქრისტესთან მისვლა ყოველთვის რაღაც წინააღმდეგობებს უკავშირდებოდა სახარებაში როგორ არის ხო? იქ ბევრი ხალხი იყო ვერ მივდიან სახლის სახურავი აღძარცვეს და იქიდან თქვა ჩაუშვეს ეს სნეული ხედარსაც ედემდებარი ადამიანი და ესეთი ფორმებით ხომ აი თუნდაც აი ეს წიდოვანი დედაკაცი რომელსაც არ ქონდა უფლება შეხებოდა ქრისტეს თან უამრავი ადამიანი იყო ქრისტეს გარშემო მაგრამ რაღაცნაირად მოახერხა რომ მისი შესამოსლის კიდეს შეეხო და მეხსოვლად განიკურნა
ბევრი ესეთი, ასე ვთქვათ, მოცემულობა არის სახარებაში, რომ ესე მარტივი არ არის ქრისტესთან ყოფობა, ხომ? როდესაც უფალმა დაიწყო საუბარი ქადაგებას იარების შესახებ, იქ წერია იოანეს სახარებაში, რომ მრავალი მოწაფეთა მისთაგან უკუნ იქცესო და აღარ ვიდოდე, აღარ განიზრახეს მასთან ერთად მცდელობა. იმიტომ რომ რთულია ხო მართლა ხო ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარე დაიჯერა რომ იქ მიდიხარ ეკლესიაში და ღვთელი ვარძიმიდან იღებს, კოზით გაძლევს, პური და ღვინო ახედავ და დაიჯერა რომ ეს ქრისტეს ხორცი და სისხლია, მაგრამ რეალურად ესეა. თუ ქრისტესი გჯერავს, ქრისტეს თითოეული სიტყვის უნდა გჯეროდეს და იქაც როდესაც მოციქულები აზიარა, პური და ღვინო იყო გარეგნული შესახედაობის და რეალურად იქ იყო ქრისტეს ხორცი და სისხლი. და აი ჩვენს დაცემულ ბუნებას უჭირს ყოველთვის დაჯერება და ყოველთვის გაკეთება, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიშრომოთ და გარკვეული გამოცდილებაც უნდა მოვიპოვოთ ამ ბრძოლაში, რომ უფრო მეტად და მეტად გაგვიმარტივდეს ქრისტესთან მისასვლელი გზამ გამოცდილების შედეგად. მარტივად მიეცა ადამს და ევას, მარტივად აკარგეს და ჩვენ იმიტომ ვართ ახლა მოცემულობაში და იმიტომ გავდივართ ამ გზას და იმიტომ გვაქვს ესეთი ჭიდილი საკუთარ თავთან, ვნებებთან, ბოროტ არსებებთან თუნდაც არც თუ ისე ხშირად თუ იშვიათად ინდივიდუალურია, რომ ჩვენ ესე იგი ამ შრომის შედეგად მიღწეული შედეგი უკვე შემდგომში უკვე სათასასუფეველში უკვე ხელიდან აღარ გავუშვა და აღარც გავუშვებ, ხომ? სწორედ ეს განსხვავება არის სამოთხესა და სასუფეველოს შორის, ну, ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ეს არის, რომ სამოთხეში შეიძლებოდა თქვა ადამიანი დაცემულიყო და გამოვარდნილიყო ამ სამოთხიდან. ან მომკვდარი იყო, ხომ? უფალმა უთხრა თუ ამას გააკეთებ, თქვენ მოგწდებით. მაგრამ ჩვენ აი ამდენი შრომის შედეგად, ამდენი ახლა თავის იძულების თუ რა დავარქვათ ქრისტიანული ვიწრო გზაზე მავალობის შედეგად მოვიპოვებთ რა გვაჩუქებს უფალი, მოდი ასე ვთქვათ, სათასასუფეველს, ბუნებრივია სასუფეველი აღარ დაიკარგება, ეს გარკვეული, რა თქმა უნდა, დამსახურებაც იქნება, გარკვეული, მაგრამ რა თქმა უნდა, უმთავრესად იქნება ღვთისმოწყალება ამ საქმეში. და ესე დიახ, გულმოწყალება ახსენეთ და ფაქტობრივად ეს ლოცვითი მდგომარეობა იქნება თუ აი მე კიდევ განხრთობის მდგომარეობა, ეს არის წინდი სასუფეველის, ანუ ამ ქვეყანაში განცდა სასუფეველის მდგომარეობის, ღმერთთან ახლოს ყოფ სასუფეველის ღმერთთან ყოფნა არის. ეს არის საჩუქარი ადამიანისთვის, ანუ დორონ როგორც ბერძნულად ამბობენ, ამ ტერმინს ხმარობენ ყოველთვის, რომ ეს განხრთობის ლოცვის მდგომარეობა არის საჩუქარი ღმერთისაგან ადამიანის მიმართ. და ამის განცდა წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ ლოცვა არის აღმყვანებელი, ისე აღმყვანებელი ღმერთამდე ადამიანის სულიერი მდგომარეობის და ამიტომ ეს რა თქმა უნდა მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რომ კავშირი დაამყაროს შემოქმედთან და ღმერთთან. დიდი მადლობა მამაო მობრძანებისთვის, ჩვენ ძირითადად ამ გადაცემაში შევეხეთ ლოცვის პრაქტიკულ საკითხებს და ძალიან ალბათ კარგი იქნება მსმენელისთვის. ეს იმდენად დიდი თემა არის, რომ ვერ შევეხეთ მაგალითად იესოს ლოცვას, ანუ პრაქტიკას, გონისმიერ ლოცვას უფრო სიღრმისეულად, იმიტომ რომ აქ ბევრი საკითხებია, რომელზეც შეიძლება განვიხილოთ ისტორიულად, ანუ ჩამოყალიბების კუთხით, საიდან მოდის, რა სახეები აქვს, როგორ და ასე შემდეგ. ეს ერთი გადაცემის თემა არის, ჩვენი გადაცემის თემა, დღევანდელი საუბარი უფრო შედარებით ზოგადი იყო, მაგრამ ბევრი საკითხზე გამახვილდა ყურადღება და მადლობას მოგახსენებთ ამისთვის. ერთი რამ მინდა თქვა საბოლოოდ, აი მოკლედ ლოცვას გვასწავლის ისევ ლოცვა. მეცადოთ რომ ვილოცოთ და სწავლება ლოცვაში. ნამდვილად მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზე დავით მექვაბიშვილი, ჩვენი გადაცემა სდრო ამოიწურა, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.